მოგესალმებით. ვაგრძელებთ ჩვენს მიერ დაწყებულ ციკლს ჩვენი 19 საუკუნე. საქართველოს 19 საუკუნე, თორემ 19 საუკუნე ყველგან იყო, მარტო საქართველოში არ დამდგარა და იყო გამორჩეული საუკუნე სხვა საუკუნეებთან შედარებით, რადგანაც 19 საუკუნემ უზარმაზარი ნაბიჯი გააკეთა კაცობრიობის ისტორიაში. არა მარტო სულიერების თვალსაზრისით, არამედ ცივილიზაციის თვალსაზრისითაც ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ამ საუკუნეში. ამიტომ ჩვენი 19 საუკუნე განსაკუთრებული იყო მრავალ მხრივ. ამის შესახებ ჩვენ შესავალშიც ვისაუბრეთ. მაგრამ ერთი კაცის ნაუბარი ამ საუკუნეს ვერც ამოწუროს, ვერც შეძლებს და ვერც გაწუდება. ძალიან ძნელია, რომ მრავალ მხრივ სრულად ამომწურავად ყველაფერზე ვილაპარაკოს ერთმა ადამიანმა. ამიტომ ჩვენ ამ გადაცემებში მოვუწევთ დარგის ისტორიკოსებს, 19 საუკუნის სპეციალისტებს, ანუ ქართული ამ ჩვენი ქართული 19 საუკუნის სხვადასხვა დარგის სპეციალისტი ისაუბრებს ამ ეპოქაზე. და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული, რომელიც მოგეხსენებათ, ვინც ადევნებს თვალს ჩვენს ისტორიას, ისტორიოგრაფიულ ლიტერატურას, იცით რომ აი სულ ახანხანს ბატონმა ვახტანგმა დაამთავრა 4 უზარმაზარი ტომი. ეს არის ძალიან სოლიდური ნაშრომი, რომელიც 19 საუკუნის ეძღვნება, ჩვენი ქვეყნის 19 საუკუნეს. და მე მინდა რომ ბატონ ვახტანგს მიმართო თხოვნით, რომ გვესაუბროს არა მთლიანად მთელ 19 საუკუნეზე. ეს ძალიან ძნელი იქნება ერთ გადაცემაშიც და რამდენიმე გადაცემაც არ ეყოფა ამას. არამედ როდის დაიწყო ეს 19 საუკუნე ქართველებისათვის, რით დაიწყო და როგორი იყო ეს პირველი ნაბიჯები 19 საუკუნისა ჩვენი ქვეყნისათვის. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისათვის, ბატონო ანდრო. 19 საუკუნე იყო წარმოუდგენლად დიდი ეპოქა. იმდენად დიდი, რომ მისი გააზრება თუნდაც ერთ სქელტანიან მონოგრაფიაში ჩატევა წარმოუდგენელია. აქ 5-6 შეიძლება მეტი მიმართულება გამოიკვეთოს, რომ ამ საუკუნის ისტორია ზოგადად მაინც მივაწოდოთ ჩვენ ტელემაყურებელს. 19 საუკუნის დამდეგი საქართველოს ისტორიაში აღინიშნა დიდი კატასტროფით. სახელმწიფოებრიობა დავკარგეთ. სახელმწიფოებრიობა, რომელსაც ჩვენ ბოლო 3 საუკუნის მანძილზე, უფრო ზუსტად მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ბოლოდან შევალიეთ უამრავი რესურსი, ადამიანური, ეკონომიკური, სულიერი და ყველანაირი რეზერვი. და მაგრამ კატასტროფა მაინც მოხდა. 1801 წელს იმპერატორ ალექსანდრ I-ის მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო. 1801 წლამდე იარსება და 1803 წელს გაუქმდა მეორე ქართული სამეფო, იმერეთის სამეფო. მოხდა წარმოუდგენელი რამ. ქართველებს ყველაზე კარგად გვესმოდა გარე ძალის წინააღმდეგ ბრძოლა და მოხდა ისე, რომ იმერეთში ჰქონდა სერიოზულ გაბრძოლებას ადგილი, მაგრამ ქართლ-კახეთში ფაქტიურად რუსეთმა ბრძოლის გარეშე მიაღწია დასახულ მიზანს. მაგრამ სულ მალე გამომჟღავნდა, რომ ის წარმატება, რაც რუსეთმა მოიპოვა, სხვადასხვა მიზეზით იყო გაპირობებული.
ქართველობაში ინახებოდა დიდი ინტელექტუალური ძალა, დიდი სულიერი ძალა, კავშირი ქართულ კულტურასთან უძველესი დროიდან დღემდე და ის რაც არ გაუჭირდა რუსეთის იმპერიას ვთქვათ ერეკლე მეორის გარდაცვალებიდან 1798 წლიდან 1802 წლამდე როცა ქართლ-კახეთის სამეფოში დამკვიდრდა რუსეთის მმართველობა მერე ძალიან გაუჭირდა და მთელი საუკუნე უჭირდა მთელი მე-19 საუკუნე ანუ რა უჭირდა ქართველთა გადაგვარება ვერ შეძლო დაპყრობა მოახერხა სახელმწიფოებრიობის გაუქმება მოახერხა მაგრამ დაპყრობა გადაგვარება ვერ შეძლო დიდმა მოაზროვნემ არჩილ ჯორჯაძემ ასე შეაფასა ეს დიდი მოვლენა მე-19 საუკუნემ ჩვენ გვიჩვენა ქართველი ერის მიერ შეუწყნარებლობა რუსული სახელმწიფოებრიობისა ერთი საუკუნე უზარმაზარი ჯარით უზარმაზარი პოლიციით სხვადასხვა სპეცსამსახურებით თავზე გადგა სამხელა იმპერია მაგრამ არჩილ ჯორჯაძე ამბობს მიუხედავად ამისა ქართველმა არ შეიწყნარა რუსული სახელმწიფოებრიობა არ შეიწყნარა რუსული მოქალაქეობა ანუ არ გახდა რუსეთის მოქალაქე რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ციდან არ ჩამოვარდნილა ამას დიდი ადამიანები ედგნენ ამ ბრძოლას სათავეში პირველ რიგში ჩვენ რა თქმა უნდა დავასახელოთ ილია ჭავჭავაძე რომელიც თითქმის 4 ათეული წლის მანძილზე ყოველგვარი თანამდებობის ყოველგვარი ფინანსების გარედან მხარდაჭერის გარეშე ერთი კაცი ებრძოდა რუსეთის იმპერიას დაარაზმა ქართველი ერი ქართველი ინტელიგენცია დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად და მოხდა ის რაც მოხდა რასაც აღნიშნავს არჩილ ჯორჯაძე არ შეიწყნარა ქართველმა რუსული სახელმწიფოებრიობა რუსული მოქალაქეობა უკაცრავად გაწყვეტინებს მინდა ჩაგერთოთ ცოტა რომ დავაზუსტოთ რუსეთის მოქალაქე ისე გახდა არ გარუსტა ხო რუსი არ გახდა და ერთი ესე იგი ჩვენი ის მე-19 საუკუნე იწყება 1801 წლით ხო? დიახ. და ეს 1801 წლის შემზადება რაღაცნაირად ჩვენი ბრალის ხომ არ იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მტკივნეული საკითხია. ბატონო ანდრო, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ყოველი საზოგადოებრივი პოლიტიკური სისტემა გარკვეულ ეტაპზე ამოწურავს თავის თავს და უკვე მას ახლის მოცემა აღარ შეუძლია, ბრუნავს ერთ წრეში და შედეგს ვეღარ იძლევა. ამ ეპოქისათვის მე-18 საუკუნის ბოლოსათვის როცა ჩვენი სახელმწიფოებრიობა უკვე ფაქტიურად განადგურების პირას არის მისული დღეს რომ ევროპაში მოწინავე ერებია უკვე კაპიტალიზმში იყვნენ ისინი შესული ფეოდალიზმით აღარავინ აღარ ცხოვრობდა უკვე იმიტომ რომ ეს ფეოდალიზმი ვეღარ იძლეოდა ისეთ ეკონომიკურ ურთიერთობებს რომ ამას დაფუძნებოდა ქვეყნის ძლიერება ასე რომ ჩვენ სამ საუკუნეზე მეტმა ბრძოლამ ხელი აგვაღებინა ქვეყნის შიდა მოწყობაზე რომელ კაპიტალიზმის განვითარებაზეა საუბარი როცა ვთქვათ ერეკლე მეორემ თუნდაც მამამისმა თეიმურაზ მეორემ არ იცოდა ხვალ დილას რომელი მტერი საიდან მოვიდოდა ხო მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისათვის თანაც მიმდინარეობს ბრძოლა გადარჩენისათვის იმ საზოგადოებრივ პოლიტიკურ სისტემაში რომელიც უკვე პროგრესულს ვერაფერს ვეღარ იძლევა იმეორებს
ძველს, აი მე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ქვეყანა იმდენად იყო ამ გაუთავებელი ომებით დასუსტებული, რომ საქართველოში ბრძმედი არ მუშაობდა, ღუმელი არ მუშაობდა. ერეკლე გამუდმებულ ომებშია და ლითონი არა აქვს, რკინა არა აქვს. ახალციხეში ყიდულობს რკინას ოსმალეთიდან. ხო, ჯარი კიდე მოგეხსენებათ მაშინ როგორ იყო შეიარაღებული ხმალი, ხანჯალი, შუბი იყო მთავარი იარაღი და იგივე თუნდაც ცეცხლსასროლი იარაღი თოფი ისიც ლითონთან იყო დაკავშირებული. რა თქმა უნდა იყო ეს თქვენც სწორად ბრძანეთ, რომ ქვეყანა შიგნიდან დასუსტა, ეკონომიკა მოიშალა, სოციალური უჯრედი მოიშალა, კლასები აღარ წარმოადგენდნენ უკვე იმას, რომელთაც შეეძლოთ უზრუნველყოთ ქვეყნის განვითარება. თქვათ გლეხობა არა, გლეხობა ვეღარ იძლეოდა იმაზე მეტს, რასაც მოიხმარდა ფაქტიურად. ქვეყანა რჩებოდა ბიუჯეტის გარეშე. ამას ემატებოდა ის, რომ დღითი დღე ძლიერდებოდა სამი იმპერიის, ოსმალეთის, ირანისა და რუსეთის ბრძოლა. ჩვენ რომ სადღაც ყოფილიყავით ისეთ რეგიონში, სადაც სიმშვიდე იქნებოდა, სიწყნარე იქნებოდა, ამდენი ომი არ იქნებოდა, იქნებ ეს შიდა არეულობა, შიდა სატკივარისათვის კიდეც მოგვევლო, მაგრამ სამი იმპერია ცდილობს გაბატონებას და ეხლა ჩვენ ამაზე დღეს ლაბარაკი არ შეგვიძლია. ეს უბრალოდ აზარტული თამაში კი არ იყო. სამივე იმპერიისათვის სამხრეთ კავკასიაში გაბატონება სასიცოცხლო იყო. არ დათმობდნენ ისინი არაფერს. აი ამას უბრძოლველად მაინც არ და უბრძოლველად არ დათმობდნენ. ერთმანეთს ხოცავდნენ. რამდენი ომი იყო ირანსა და ოსმალეთს შორის. მერე უკვე საქართველოს როცა ჩაიგდო რუსეთმა ხელი ის რევანშის აღება უნდათ ირანსა და ოსმალეთს. ასე რომ ის რაც მოხდა, გაპირობებული იყო ქვეყნის შინაგანი სისუსტით და მიაქვე ხაზგასმით მინდა ბატონი ანდრო თქვა, ჩვენ ხშირად ამას ერთ ან ორ მეფეს გადავაბრალებთ, ხელებს დავიბანთ და საგით დასრულებულად ვთვლით. არც ერთი მეფის, აი არც ერეკლე მეორის, არც სოლომონ მეორის დადანაშაულება ამ პროცესში არ შეიძლება. როგორ შეიძლება ეს ორი მეფე დაადანაშაულო, როდესაც ისინი ამ პროცესის ბოლოს დგანან, 3 საუკუნე ნახევარი ქვეყანა ნადგურდება, ინგრევა, ვეღარ უძლებს ამ სამი იმპერიის დაწოლას და რადგან კატასტროფა სწორედ ამ ორი მეფის დროს მოხდა, ახლა ყველაფერი მათ დავატეხოთ თავზე. რა თქმა უნდა, ეს უმადურება იქნებოდა ესე. შინაგანი და გარეგანი ფაქტორები დაემთხვა ერთმანეთს, ქვეყანა დასუსტა და ამ სამი იმპერიის ბრძოლა წარიმართა ისე, რომელიც გაიმარჯვებდა, მას დარჩებოდა საქართველო და მთელი სამხრეთ კავკასია. მოხდა ისე, რომ იმ პერიოდისათვის, აი 1800 პირველი წლისათვის ბატონო ანდრო, რომელიც თქვენ ბრძანეთ, რუსეთი უფრო ძლიერი აღმოჩნდა ვიდრე ირანი და ოსმალეთი და ეს დიდი ხნის ბრძოლა დაამთავრა თავის სასარგებლოდ. ისე რომ სხვა გაბრძოლებაცაც კი არ ქონდა აზრი ის იქ რო არის ბარათაშვილის ბოლოს რო ამბობს, დღეს იქნება თუ ხვალე იქნება ქართლსა დაიპყრობს რუს ხელმწიფება. გაბრძოლებას აზრი არ ქონდა ბატონო ანდრო, იმიტომ რომ 1895 წელს აღა მაჰმად ხანმა ისეთი დარტყმა მიაყენა ქართლ-კახეთის სამეფოს, რომ ქვეყანა წელში ვერ გაიმართებოდა. პირველი უამრავი ქართველი დაიხოცა. კიდევ უფრო მეტი ტყვედ წაიყვანა აღა მაჰმად ხანმა. ქართულმა ერეკლემ დაკარგა მთელი артиლერია. ქართულმა ჯარმა როგორც ორგანიზებულმა სამხედრო ძალამ შეწყვიტა არსებობა. ქვეყნის ბიუჯეტი არ არსებობს.
დედაქალაქი გადამწვარია, ერეკლე ხომ თელავში ცხოვრობდა და გიორგი მე-12 უფლისწულობაშიც და მეფობაშიც ერთ-ერთი სომეხი დიდბაჭრის ორ ოთახში ცხოვრობდა. ეს იყო მთელი ერთ ოთახში ეძინა მას და დედოფალს და მეორეში საუზმობდა, სადილობდა და ვახშმობდა. ეს იყო მთელი მისი ავლა დიდება, ხო? ვინ უნდა გაიბრძოლოს? ჯარი აღარ არსებობს. ხო, და ჯარის გარეშე კიდე ახლა რუსეთი მოდის ჯარით, ნელ-ნელა ჯერ დუშეთში, შემდეგ გორში, შემდეგ სიღნაღში, შემდეგ თელავში თითო პოლკი, ნახევარი პოლკი ჩახენ. ვერ გაუძლებს რუსეთის ჯარის წინააღმდეგ გაბრძოლება. მაშინ ნიშნავდა, რომ ახალი აღა მაჰმად-ხანის შემოსევა დატრიალდებოდა საქართველოში. რუსები არ დაინდობდნენ არავის. საქართველო აღმოჩნდა მაინც ერთ-ერთი პირველი, რომელიც რუსეთმა ასე უბრძოლველად მიერთა. მაგრამ რა არის იცით, აი ყოველთვის ჩნდება ხოლმე ასეთი აზრი. ამ უარესობებიდან, თქვათ, ოსმალეთი, სპარსეთი და აი რუსეთი. ამ ყველაფერი ცუდიდან ერთი ყველაზე უარესი ჯობდა, რომელი ჯობდა? აი ის ჯობდა, რაც მოხდა. ამქიდან საქართველო მიხეირ არამე. შევეცდები მოგახსენოთ ბატონო ანდრო, ამაზე იმდენი აზრია. ხო, დღეს ეს აზრი არ არის და ვიცით თქვენ რატო გაწუხებთ ეს საკითხი. საერთოდ მე ვახსენე იმ სამი საუკუნის სამნახევარი საუკუნის მანძილზე ქართველ მეფეებს არჩევანი არასდროს არ გაუკეთებიათ ცუდსა და კარგს შორის. არჩევანი კეთდებოდა ცუდსა და უარეს შორის. ეხლა როცა ერეკლე არჩევანს აკეთებს, ამ საკითხს როცა იხილავენ, იცი არ ვიცი რატო ხდება ეს საკითხს ისე წარმოადგენენ, რომ ერეკლე დედის მუცელშივე რუსოფილი იყო. არ ყოფილა ბატონებო ეგრე. ერეკლე და მამამისი თეიმურაზ მეორე ჯერ არ არიან არც კახეთის, არც ქართლის მეფეები. 1725 წელს ნადირ შაჰთან ხანია ჯერ ნადირ ხანთან გამოცხადდნენ განჯის ალყაზე დგას ნადირ ხანი და უთხრეს ოსმალების განდევნაში დაგეხმარებითო. ესე იგი უკვე ოსმალეთის ბატონობა იცვლება ირანის ბატონობით. რუსოფილები რომ ყოფილიყვნენ ნადირ ხანთან ხო არ მივიდოდნენ, ჩრდილოეთით წავიდოდნენ რა. და პროირანულ პოლიციაზე დგას ქართლი და კახეთი და თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე ხომ ქართლ-კახეთის მეფე ხდება 1768 წლამდე 1725 წლიდან 1768 წლამდე ქვეყანა დაწყნარდა, დამშვიდდა ქერიმ ხანსა და ქერიმ ხანის შაჰი ვერ გახდა ირანის გამგებელია მართველი ერეკლეს შორის ძალიან ნორმალური ურთიერთობა არის. აი წერილებია გამოქვეყნებული ქერიმ ხანი წერს ერეკლე ხან, ერეკლე წერს ქერიმ ხან. არ იყო თქვათ ის როგორც ჩახებს მიმართავენ თქვენ ომზეო, ბრწყინვალებაო და ასეთი არ იყო ურთიერთობა. ჭირდებოდა ქერიმ ხანს ერეკლე, იმიტომ რომ სუსტი მართველია, მთელ ირანს ვერ ფლობს და სამხრეთ კავკასიის ირანული სახანოები თუ წყნარად იქნებოდნენ, ეს ერეკლეზე იყო დამოკიდებული. მათ ქერიმ ხანის არც რიდი ჰქონდათ, მაინც არც შიში ჰქონდათ, ერეკლე კი მათთვის ძალიან დიდი ავტორიტეტი იყო და ის წესრიგს აქ ამყარებდა. ამიტომ ასეთ მმართველთან ქერიმ ხანი არ ამწვევებდა ურთიერთობას. ერთადერთი ამ პერიოდში, რასაც ვერ მოუარა ერეკლემ, ეს იყო ლეკიანობა. ამას კიდე თავისი მიზეზი ჰქონდა, თქვენ წეხა ნახსენეთ, მე რუსულ მმართველობას უნდა შევეხოთო. ეს სხვა დიდი პრობლემა იყო და ერეკლე მას ვერ გადაჭრიდა და ვერც თეიმურაზი და ერეკლე ვერ გადაჭრიდნენ.
რატომ შეიცვალა პროირანული ორიენტაცია? დაიპყრო რუსეთ-ოსმალეთის ომი 1768 წელს და რუსეთი აგზავნის ჯარს საქართველოში. ეხლა მერე გაირკვა რომ არავითარ ჯარს არ აგზავნის, ეს იყო რაღაც პროვოკაცია, რომ აქ ოსმალეთი დაეშინებინა, ერეკლე დგება ალტერნატივის წინაშე. მან რა იცის? აქ რა ჯარი მოდის, ეს 5-6 კაცმა იცის პეტერბურგში საერთოდ უმაღლესი დონის სამხედრო საიდუმლოება არის, რომ აქ არაფრის გაკეთებას რუსეთი არ აპირებს. უბრალოდ სროლა უნდა ატეხოს, რომ ოსმალეთი შეშინდეს და აქედან ქვემეხები არ გადაიტანოს ჩრდილო შავი ზღვისპირეთში. ერეკლე ან უნდა დადგეს რუსეთის მხარეზე, ან უნდა დადგეს ოსმალეთის მხარეზე. ნეიტრალიტეტს ვეღარ დაიცა უკვე. ხო, ირანისათვის ორივე მიუღებელია. ერეკლე ოფიციალურად ირანის ვასალია ჯერ. მსოფლიოში ასე ეს აღიარებული. ერეკლესათვის საკითხი დგას ასე. თქვათ შემოვიდა რუსეთი, დაიკავა აწყური, ხერთვისი, ახალციხე, ახალქალაქი. ვის მიცემს ამ ტერიტორიებს რუსეთი? მისცემს სოლომონს. იმიტომ რომ ის არის მისი მოკავშირე. ჯარი ოფიციალურად რუსეთიდან ცნობილია ერეკლესთან ვერ წამოვიდოდა, ერეკლე ომში არ მონაწილეობს, ირანის ვასალია და ერეკლე იღებს გადაწყვეტილებას მისი ქვეყნისათვის ჯობია ახლა ამ ომში ჩაებას და რაღაცა მოგება ნახოს აქედან. არ არსებობს ამ შემთხვევაში რუსეთი, გერმანია, ინგლისი, ამ შემთხვევაში არსებობს ქვეყანა ირანი, რომელთანაც მშვიდობიანი ცხოვრება აღარაფერს აღარ მოგიტანს, ამოწურა ამ პოლიტიკამ თავისი შედეგი, ეხლა მოდის ახალი ძალა სამხრეთ კავკასიაში და შენ უნდა არჩიო, გინდა იმასთან თუ ისე ვიქნები ირანის ჩრდილ ქვეშ. ასე არჩია ერეკლემ რუსული ორიენტაცია. და ეს დღეს საყვედურობენ განსაკუთრებით ჩრდილო კავკასიელები, რომ თქვენ რომ არ დახმარებოდით რუსეთსო, ჩვენო არ დამარცხდებოდით იმ ომში, ხანგრძლივ ომში, რომელსაც იმამები ხელმძღვანელობდნენ და ბოლოს შამილიც, ხო? და ეხლა რა ისეთ გეგონება საქართველოს ძალიან კარგი ურთიერთობა მაინდამაინც არ ქონდა რა, ხო მოგეხსენებათ. ახლა თუ გამოვიგონებთ იმას და არ როგორ შეიძლება და ომი იყო აუტავებელი. ის კი უგაცრავად მშვიდობიანი ლეკებიო. ერთ რუს ისტორიკოს უწერია. მშვიდობიანი ლეკი იყო ის, ვისაც ერეკლე ხარკს უხდიდაო. ვისაც არ უხდიდა, ის ესხმოდა თავს ქართ კახეთსო. არ არის, არ არსებობდა მშვიდობიანი ლეკი კავკასიაში მაშინ. აი ესაც პირველ ნახევარში დაიწყო ფაქტიურად ის ომები, რომელიც მე 50-იან წლებში გადავიდა. მაგრამ აი ამ ომშიც ესე იგი ფაქტიურად აღმოჩნდა, რომ საქართველოს მიერთებით მე უკვე აზერბაიჯანის რიგიც დადგა, მე სომხეთისაც, იმიტომ რომ ისინი უფრო შედარებით საქართველოს ბევრი აჯანყება იყო, ხო მოგეხსენებათ პირველ ნახევარში განსაკუთრებით და მაგრამ აი იქ დანარჩენ სამხრეთ კავკასია ასე თუ ისე მაინც მშვიდობიანად შეძლო რა დიდი ომების გარეშე. ეს გამსახურება იყო ეს. და არა უხდა. 19-ში რა თქმა უნდა. ხო და მე ახლა აი ამაზე რა სიტყვი თქვენ? აი ამ ომში როგორ რა უნდა რა პოზიცია შეიძლებოდა ქონოდა საქართველოს დამოუკიდებელი? მოგახსენებთ ბატონო ანდრო. პერსონებსაც გამოყოფენ და ადანაშაულებენ. გრიგოლ ორბელიანს. ეხლა გრიგოლ ორბელიანის ბიოგრაფია დაწვრილებით შესწავლილია. რამდენ ჭორს არ ავრცელებენ. შამილის დატყვევების დროს იქ იყო. შამილის დატყვევების დროს როგორ შეიძლება იქ ყოფილიყო, როცა ის მეფის ნაცვლის მოადგილე იყო და მეფის ნაცვალი იყო იქ. გრიგოლი თბილისში იყო, არ შეიძლებოდა თბილისი. ორჯერ ჩავიდა სულ ამ ხელა ომის დროს გრიგოლი ჩრდილო კავკასიაში. ერთხელ ჭავჭავაძეების ოჯახის გამოსასყიდის მოსალაპარაკებლად და ერთხელ მას კითხეს, რომ შამის ვერ ვერევით და რაიმე ტაქტიკა გითხარით. აი ეს იყო და ჭკვიანური რჩევები მიცა გრიგოლმა.
და გავიხსენებ მე ბატონო ანდრო ასეთ რაიმეს. შამილმა დაასახელა ძალიან დიდი ციფრი ეს წინანდლიდან გატაცებული ხალხი რომ დაებრუნებინა დავით ჭავჭავაძის მეუღლე შვილების მე ერთი მოვიდა მოხუცი და უთხრა შამილი ისეც გაგიშვებთო თქვენ მაგრამ ეს შინაურებიო არ უშვებიან ამას თუ არა არაფერი არ უნდა თქვენიო ამასო და მაგრამ დადექითო მოკლედ ის მოვიდა ის აგრესიული პიროვნება და აგარა თქვენ ხმარს ფული არა ხო ის ხო ადიუტანტი იყო დავითი მეფის ნაცვლის ხო და შენ იმასო გრიგოლსო ფული არა ხო გენერალია ეს ხო ბაგრატიონი იყო გვარით დავითის მეუღლე თამარი იცით რა გითხრათო არ გეყოთ რაც გაიტანეთ საქართველოდან რაც ტყვე გაიყვანეთო რაც ქონება გაზიდეთო რაზე გაქვთ კიდე პრეტენზია რა სიტყობთო თქვენ იცით ჩვენ უნდა დავივიწყოთ სულ ყველაფერი რომ ეს 2 საუკუნე ლეკები რაც ჩადიოდნენ აქ რაც ჩადიოდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობას პირდაპირ შეიძლება თქვა სანახევროდ მაგათი დანგრეულია ჩრდილოკავკასიელების მარტო ლეკების არა და ახლა გაუკვირდათ რომ ჩვენ მე-19 საუკუნეში რუსის ჯართან ერთად ებრძოდნენ ისინი ჩრდილოკავკასიის იგივე შამილი არისო ჯერ ყირიმის ომის დაწყებამდე შემოვიდა საინგილოში მერე ყირიმის ომის დროს შემოვიდა მთელი კახეთი გადაწვა თელავი ვერ აიღო ერთი რა არ უნდა გაენძრიათ ქართველებს ხედი ასე რომ ეხლა ეს თუ ვინმეს დადანაშაულება უნდათ ეს კარგი მაგალითი არ არის იმისათვის ხო მაშინ უნდა გავიხსენოთ ყველაფერი უბრალოდ მარტო დავით გურამიშვილის ტრაგედია კაცო და რამდენი ასეთი ტრაგედია არის კიდე საქართველოს ისტორიაში ის უნდა დავივიწყოთ და სამაგეროდ ბოდიში უნდა ვიხადოთ იმისათვის რომ ჩვენ ქართველები ვეხმარებოდით რუსის ჯარს ჩრდილოკავკასიის დაპყრობისას ხო რა თქმა უნდა არც ეს იყო კარგი პატარა ხალხის წინააღმდეგ არ შეიძლება დაეხმარო დიდს მაგრამ ამას ჩრდილოკავკასიელები ითვალისწინებდნენ მე-17-18 საუკუნეში რომ ქვეყანა ასეთ ძიმე მდგომარეობაშია და მოდი ამას ნუ გავძარცვავთ ახლა და სხვაგან წავიდეთ გავძარცვოთ არ არის ეგეთი პრინციპი ვინც უსტია იმას ძარცვავენ სულ ბატონო ვახტანგ მინდა რომ ერთი საერთოდ ძალიან გაუჭირდა როგორც თქვენ აღნიშნეთ რუსეთს თავისი მმართველობის და განმტკიცება საქართველოში არა მხოლოდ იმის გამო რომ ეს ხალხი სხვა ხალხი იყო სხვა სისტემაზე ქონდა აგებული მმართველობა ქართველებს არ ესმოდათ მათი ასეთი არც წესი არც რიგი და ბოლოს არც ენა არ ესმოდათ მათი ხო ხო და თანდათან ეს ძალიან ძნელი პროცესი იყო ვორონცოვამდე ძალიან რთული პროცესი გაიარა. ჯერ მარტო სახელწოდებები ხან მეფის ნაცვალი იყო, ხან გენერლები მართავდნენ აქაურობას, ხან სამხედროები ასე და ძალიან თვითონ პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობდა. ხოდა თუ შეიძლება ამაზე გითხრათ რამდენიმე სხვა. ძალიან დიდი შეცდომები დაუშვა რუსეთმა. პირველი დიდი შეცდომა იყო ის, რომ საქართველოს უზენაესი მთავრობის თავმჯდომარე იყო კავკასიის ხაზის მთავარსარდალი გენერალ-ლეიტენანტი კარკნორინგი. არაფერი რო არ ესმოდა სამოქალაქო მმართველობაში. აქ დასვა პირველ კაცად რუსეთისავე აღიარებით ხაზინის ქურდი პიოტრ კოვალევსკი. ყველა მიცოდა რომ ეს კაცი იყო ხაზინის ქურდი. ხო, ეს იმპერატორმაც გაიგო და თავის საიდუმლო რჩეველი გამოგზავნა და ყველაფერი დადასტურდა. გადააყენეს კნორინგიც, გადააყენეს კოვალევსკიც, მერე ჩამოიყვანეს პაվել ციციანოვი. მაგრამ აი თანამდებობა ისევ სამხედროა. სამხედრო დიქტატორული რეჟიმია, სამოქალაქო მმართველობა არ არის. ყველგან სამხედროები არიან.
თუმცა ოფიციალურად ასე ქვია საქართველოს ცალკე კორპუსის მთავარსარდალი და სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი. არავით არის იმ სამოქალაქო ნაწილის მთავარმართებელი სამხედრო იყო. რუსეთში დაწუნებული, თანამდებობიდან მოხსნილი, ხშირად ციხიდან გამოშვებული მოხელეებს უშვებდნენ აქ. ასეთი იქ წავიდეს, იქ რაღაცას გააკეთეს. რუსეთში მისი გამოყენება არ შეიძლება. ერთადერთი რაც ჭკვიანური გააკეთეს, ეს იყო რომ სამოქალაქო სამართალში ვახტანგ ბატონიშვილის სამართალი დატოვეს. სისხლის სამართალში არა. ეხლა წარმოიდგინეთ, სისხლის სამართალი მიდის რუსული კანონმდებლობით, რომელიც ქართველისთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. სამოქალაქო სამართალი ასე თუ ისე მისაღებია ვახტანგ მე-6-ის სამართალია. ვერაფერი ვერ გააკეთეს. ზედიზედ შეიცვალა, ციციანოვი მოკლეს, მერე ივან გუდოვიჩი ჩამოვიდა, ივან გუდოვიჩმა ვერ იბარგა, მერე ტორმასოვი ჩამოვიდა და იცვლება ეს სამხედრო ბიუროკრატიული აპარატი და სამოქალაქო მმართველობის ნიშანწყალი არ არის. იმართება ქვეყანა როგორც ფრონტის პირა ზოლი. აი, ახალი შემოერთებული ტერიტორია რომ არის, იმართება როგორც ზუსტად დაპყრობილი ტერიტორია. ამას ძალიან ცუდად განიცდიდა ქართველი საზოგადოება. ქართველები მიიწვიეს დეპარტამენტებში მრჩევლებად, მაგრამ დეპარტამენტი რუსულად მუშაობდა და ქართველმა თავადმა ორი ღერი რუსული არ იცოდა და აღარ დადიოდნენ მერე. მთელი მმართველობა მოხდა საქართველოს უზენაესი მთავრობისა რუსების ხელში. ხშირად ამბობენ ხოლმე საქართველოს რუსეთის კოლონია გახდაო. არასდროს საქართველოს კოლონიის სტატუსი არ ქონია. საქართველოს იმართებოდა ისევე როგორც იმართებოდა რუსეთის ცენტრალური გუბერნია. გუბერნიად დაყოფილი, გუბერნია მაზრებად და ოკრუგებად დაყოფილი, არავითარ კოლონიის სტატუსი სხვა რაღაცას ნიშნავს კიდევ. მაგალითად პოლონელებს ჯარში არ იწვევდნენ. ვალუტა შეუნარჩუნეს. ფინეთში რუსული ჟანდარმერია ვერ შედიოდა. ფინელებს თავისი ჟანდარმერია ყავდათ. ფორმაც კი სხვაფერი ეცვა ვიდრე იმას. ფინეთის დიდ მთავრად ითვლებოდა რუსი იმპერატორი, პოლონეთის მეფედ ითვლებოდა რუსი იმპერატორი. ეს გარკვეულ შეღავათებს აძლევდა მას. ჩვენთან ვინ იყო? ჩამოვიდოდა რუსი გენერალი და ის იყო ყველაფერი. სანამ არ მოხსნიდნენ, არავის წინაშე ანგარიშს არ აგებდა. მოხსნიდნენ, მერე იმაზე უარესი ჩამოვიდოდა. სამწუხარო არის ახლა მსმენელი ალბათ მიხვდება რომ ძალიან დაგვასევდიან ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ მონაკვეთის გახსენება. მაგრამ რა არის იცით თუ არ გავიხსენეთ, თუ არ ვილაპარაკეთ ამაზე, შეუძლებელი არის წინ წავიდეთ და სწორად გავიაზროთ ჩვენი წასული. მე მინდა რომ მადლობა უთხრა ბატონ ვახტანგს საინტერესო საუბრისათვის, იმისათვის რომ მან არც დაიზარა და მოვიდა და თქვენთან ერთად ეს დრო ამ ერთხელ კიდევ გაგვახსენა, დაგვასევდიანა კიდევაც და იმედიც მოგცა რომ აი ასეთ მიუხედავად ასეთი სიმკაცრისა პირველ ნახევარში რაც ჰქონდა საქართველოს, მაინც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა ისეთი თაობა, რომელმაც მერე მე-19 საუკუნის ისტორიას განსაზღვრეს. თავიანთი მხატვრული შემოქმედებით, თავიანთი აზროვნებით და ასე შემდეგ. ისე რომ ძალიანაც დავსევდიანდებით, როდესაც ჩვენს ისტორიას ვიხსენებთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცოცხლობთ, ჩვენ ვითარდებით და ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი ისტორია და უნდა გვახსოვდეს ეს ისტორია, რადგანაც არა იმიტომ, რომ მხოლოდ რომ შეცდომები არ გამიმეოროთ. არა, შეიძლება შეცდომები კვლავაც გამიმეოროთ, მაგრამ მსგავსი შეცდომები არ დაუშვათ. მადლობთ ყურადღებისათვის.